ეგრეთ წოდებული სირცხვილის დერეფანიც მოუწყვეთ და თქვით, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული. მისმა არგუმენტებმა თუნდაც ამ სტუდიაში მოსმენილმა საპირისპიროში არც ერთი მიმართულებით არ გადაგარწმუნათ? გამარჯობა, მოგესალმებით დიანა, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. დიახ, ჩვენ დღეს მოუწყვეთ სირცხვილის კორიდორი პროკურორ ნათია სონღულაშვილს. დღეს ის მარტო იყო წარმოდგენილი, სხვა შემთხვევაში სამნი არიან ხოლმე პროცესზე წარმოდგენილი. მე ვუსმინე მის გამოსვლას და რა თქმა უნდა, მისი არგუმენტები ვერ გადამარწმუნებს, მით უფრო რომ ბოლო ორი თვის მანძილზე ინტენსიურად ვესწრებით სასამართლო განხილვებს და იქაც ვუსმენ ამ ქალბატონის არგუმენტებს. მე ძალიან ვწუხარ, ძალიან მძიმე როლი აქვს შეთავსებული საკუთარ თავზე აღებული ქალბატონ ნათიას დაახლოებით ის როლი, რომელიც თავის დროზე ჰქონდა ნაკისრი ვახტანგ რაზმაძეს. ის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, როცა საქართველოში უმოწყალოდ იდევნებოდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია და ის აცნობდა მაშინდელ საზოგადოებას თავის ინტერვიუებში საბრალდებო საქმეს, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტ გამსახურდიას წინააღმდეგ. რა ეწერა ამ საბრალდებო საქმეში? გაფლანგვა, კონტრაბანდა, ფულის გატაცება და გადატანა საზღვარზე, იარაღის შეძენა, ბანდფორმირებების შექმნა და რაც ყველაზე სასაცილო არის, თუმცა ძალიან ტრაგიკული, ადამიანების ღირსების შელახვა. ეკა, მე დავსვამ ასე შეკითხვას. 600,000 ლარი კოსმეტიკურ საშუალებებზე, მილიონზე მეტი საჩუქრებზე, პირადი მიზნებისთვის. აქ საუბარი არ არის ოფიციალურ ვიზიტებზე, ეს არის არაოფიციალური ვიზიტები და ხარჯები. იგივე 7 პიჯაკი, რომელშიც გადახდილია 50,000 ლარი. სხვა ხარჯები, ბოტოქსის ხარჯები, სხვადასხვა დასვენების, სასტუმროს კვების, რომლებიც მის ოფიციალურ საქმიანობას, უფლებამოსილებას და ვიზიტს არ უკავშირდება. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გამართლებულია ასეთი ტიპის ხარჯები? ანუ ყველა ხარჯი გაწეული იყო კანონიერად და ეს საქმე აქედან გამომდინარე არის პოლიტიკური, თუ იმ ხარჯების წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა, ისე ფიქრობთ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური? კი ბატონო, გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, ეს საქმე არის პოლიტიკური, ეს საქმე არის კლასიკური ნიმუში პრეზიდენტის პოლიტიკური დევნის და შერჩევითი მარცხაჯულების, რაც ხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ ჯანაშიას მიმართ. ამ ადამიანს ქონება დაყადაღებული აქვს, წლებია დადის სასამართლოში და მას ედავებიან იმისთვის, რომ ასრულებდა თავის სამსახურებელ საქმიანობას და ასრულებდა კანონს. კანონს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის განკარგულებებს. პრეზიდენტის განკარგულებებში ზუსტად გაწერილი იყო დეტალურად, რა ხარჯების დაფარვა ევალებოდა 2009 წლიდან თუ არ ვცდები ზუსტად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. და მითითებულია განკარგულებებში, რომ ეს არის პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვა, უსაფრთხოების ამაღლება, მომსახურება ოჯახის წევრების, ასევე სამკურნალობისთვის და გასაწევი ხარჯები, მომსახურება, სტუმრების დახვედრა და მათი მომსახურება, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. თემურ ჯანაში ასრულებდა პრეზიდენტის მითითებებს. გავიგეთ, თუმცა თემურ ჯანაში ასრულებდა კანონს და ასრულებდა პრეზიდენტის განკარგულებებს. რაც შეეხება პრეზიდენტის განკარგულებებს, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მაგალითად გიორგი მარგველაშვილმა რომ მოინდომოს ბიუჯეტის ხარჯით რაღაც კოსმეტიკურ ესთეტიური პროცედურების შესრულება, ეს ბიუჯეტის ხარჯით უნდა განახორციელოს და ეს თქვენში როგორც ოპონენტში, ოპოზიციაში არანაირ პრეტენზიას არ აქვს. უნდა იყოს ფორმაში და ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხები იხარჯება სხვადასხვა პრეზიდენტების მომსახურებაში იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ფორმაში და გამოიყურებოდნენ სათანადოდ. ამაში გასაკვირვი არაფერია. ქალბატონმა სონღულაშვილმა თქვენთან ეთერში ბრძანა, რომ მას უკვირს რატომ ვეძახით ამ საქმეს, პიჯაკების საქმეს უკვე. და რატომ არ ვეძახით ბოტოქსების საქმეს? და რატომ არ ვეძახით ბოტოქსების საქმეს? ამ ქალბატონს ძალიან უკვირს, მოწმემ განუმარტა მას ერთ-ერთ სასამართლოზე, რომ ბოტოქსის გამოყენება, მოწმე ექიმი იყო, ხდება სამკურნალო დანიშნულებითაც და ეს ინფორმაცია მან მოიძია სპეციალისტებთან, ექიმებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ. ვერაფრით ვერ დაიჯერა სასამართლოზე და აპროტესტებდა ამას ქალბატონი ნათიას, მისთვის წარმოუდგენელია, რომ გიევ ბოტოქსის ინიექციას შეიძლება იკეთებდნენ შაკიკის დროს, თავის ტკივილის დროს და ამ შემდეგ, მაგრამ ამას თავი გავანებოთ. ბოტოქსი, კოსმეტიკური მომსახურება, მკურნალობა, ჩვეულებრივი ხარჯები არის, ეს არავის არ გაუკვირდება, მაგრამ ძალიან გაუკვირდება ყველას და უკვე გაუკვირდათ ინფორმაცია იმ შესახებ, რაც მე მოვიძია ამ საქმის დეტალური შესწავლისას და
და აღმოჩნდა ძალიან საჩოდირო და სამარცხვინო ეპიზოდები, ის რომ 2012 წელს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მე ხას უსვამ, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პრეზიდენტი პოლონეთში. შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს. მიიღო მონაწილეობა ორ საერთაშორისო ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაში. ერთ-ერთი კონფერენცია ეხებოდა გრიგოლ ფერაძის გარდაცვალებიდან 70 წლის თავს. საკონცენტრაციო ყოფილ ბანაკში მივიდა პრეზიდენტი და იქ პატივი მიაგო ფაშიზმის მსხვერპლს. აი ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტმა მიიტანა გვირგვინი კაჩინსკების საფლავზე და ასევე მიიტანა გვირგვინი გრიგოლ ფერაძის მემორიალთან. ამ ვიზიტის ოფიციალური ვიზიტის ხარჯები ასევე არის გატანილი გაფლანგვაში. და აგიხსნით როგორ პრეზიდენტი გაფრინდა ოფიციალური ვიზიტის განსახორციელებლად სახელმწიფო თვითმფრინავით და ამ თვითმფრინავის მფრინავების სასტუმროში ცხოვრება და მათი კვებითი მომსახურება არის გაფლანგვაში. პროკურატურა განმარტავს ეკა რომ მას ჰქონდა ესეთი ხარჯებისთვის წელიწადში 4 მილიონი გამოყოფილი, ანუ მას ჰქონდა ბიუჯეტი იმისთვის, რომ იმ ფარგლებში სრულად აბსურდული საქმეა. იმას გიხსნით ზუსტად რომ ასევე ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე საქართველოს სახელით მიტანილი სამგლოვირო თაიგულის ინვოისი და საბრალდებო საქმეში 505 евро. ეს არის თავის მომჭრელი სამარცხვინო საქმე, საუკუნის სირცხველი არის და დიდი ხნის შემდეგაც კი ვინ ჩაიხედავს ამ საქმეში, ზუსტად ისევე შერწყება როგორც შვილების სწავლის ხარჯი, რამდენიმე ხარჯი იყო დასახელებული, ერთ-ერთი სახელი მავიწყდება სულ იმ ძვირადღირებული კურორტის და იქ გადახდილი თანხები და ასევე შვილების სწავლისთვის გადახდილი თანხები. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ 8,827,461 ლარზე რომ არის საუბარი, იქ ყველა ხარჯი იყო კანონიერად გაწეული? დიანა, ყველა ხარჯი აქედან იყო კანონიერად გაწეული, რეალიდან პრეზიდენტის განკარგულებების უკანონობა არავის არ უცნია. პრეზიდენტის იგივე ხარჯებს ახორციელებდა თემურ ჯანაშიას შემდეგ აზორ ჩუბინიძე და ამის შესახებ მან თავად პატიოსნა დაადასტურა. ამას წინათ გაირკვა, როცა პროკურატურა შემთხვევით გადააყოლა პროკურატურამ საბრალდებო საქმეში ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტი, გრიფ მოხსნილი უკვე აზორ ჩუბინიძის ხელმოწერილი და ამ დოკუმენტმა უკვე დოკუმენტალურად დაადასტურა იმის, რომ ანალოგიურ ხარჯებს გასწევდა აზორ ჩუბინიძე და მან თქვა, რომ თუ მან აღიარა, რომ ესეთი ხარჯები გაიწეოდა უკვე თემურ ჯანაშიას შემდეგაც. ქალბატონმა ნათია სონგულაშვილმა როცა თქვა, რომ ასაბუთებდა თავის მოსაზრებას და პოზიციას ცრუ არგუმენტებით, რომ აი ეს ხარჯი არის გაფლანგვა და გაფლანგვისთვის ედავებიან თემურ ჯანაშიას, რომ თითქოს მას არ უნდა შეესრულებინა პრეზიდენტის განკარგულებები, მაშინ გასცეს ამ ქალბატონმა პასუხი იმას, რომ იგივე განკარგულებების მიხედვით მოქმედებდა აზორ ჩუბინიძეც, ასევე მოქმედებდა თემურ ჯანაშიას წინამორბედი ოთარ ქოლიძე, რომლის მიმართ გამოძიებას პრეტენზიები აღარ აქვს. გასაგებია, ეკა, დიდი მადლობა, მე ძალიან თანაბრად შევეცადე, რომ ყველა წუთი, რომელიც გამოყოფილი იყო ბექა ბასილაიაძე, ზუსტად იმდენი ყოფილიყო პროკურორზე, თქვენ შემდეგ გია ვოლსკი იქნება ჩვენი სტუმარი, ასევე ელჩების სტუმრობის ხარჯებიც, ბრიტანეთის ელჩის, ბრაზილიის ელჩის, იტალიის ელჩის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის ელჩის ბათუმში ან მესტიაში წაყვანის ხარჯები ასევე გაფლანგვაში არის შეტანილი, რაც ძალიან საჩოთიროა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს უკვე გასცდა. კიდევ ბევრ შევიტყობს, სხვა საჩოთირო ეპიზოდებიც არის და მე უახლოს მომავალში გამოვაქვეყნებ. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაში ვართ მოწმე ასეთი სამარცხვინო პროცესის. გასაგებია, ეკა წამალაშვილი, ნაციონალური მოძრაობა პოლიცსაბჭოს წევრი, მადლობა ეკას. გია ვოლსკი, ქართული ოცნება.